რა უნდა გავითვალისწინოთ სკოლიოზის მკურნალობისას ბავშვებში? პირველი, ასაკი. თუ ბავშვი არის 15 წლამდე, არის იმის ძალიან დიდი შანსი, რომ კარგი სარეაბილიტაციო ღონისძიებებით მოხდეს სკოლიოზის კომპენსირება. ხოლო რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო ძნელი ხდება სკოლიოზის მართვა. მეორე, თუ მძიმე ხარისხის სკოლიოზი აქვს ბავშვს და თან ახლავს გულსისხლთა და სასუთხის სისტემის პათოლოგია, მაშინ უნდა მოხდეს ოპერაციული გზით ხერხემლის სტაბილურობის აღდგენა. მესამე, თუ ბავშვს აქვს მსუბუქი ხარისხის ტერფის ვალგუსური დეფორმაცია და ბრტყელი ტერფი, გთხოვთ ნუ ჩააცვამთ ორთოპედულ ფეხსაცმელს და ხაბაშებს, ვითომცა იმ მიზნით, რომ ეს კარგია სკოლიოზის პრევენციისათვის. დამიჯერეთ ეს ტყუილია. ანუ ამ დროს მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოს ბავშვი, უნდა იყოს მოძრავი, უნდა ივარჯიშოს, ატაროს დრეკადი ელასტიური ფეხსაცმელი, თუ გინდ ირბინოს ფეხშიშველი, რაც ხელს შეუწყობს ტერფის კუნთების განვითარებას. მეოთხე, სკოლიოზის მკურნალობის მიზნით იდეალურია მასაჟი და ვარჯიში ოღონდ კვალიფიციური სპეციალისტის დახმარებით. მეხუთე, რაც შეეხება პოპულარულ მარტო ცურვით მკურნალობას. ის არაეფექტურია სკოლიოზით მკურნალობისას, რამე თუ ცურვა უფრო ადუნებს ხერხემლის ისედაც არასტაბილურ კუნთებს.